ვარ ალექსო მიქელაძე 11 წლის. სწავლობ ჩაქვის მეორე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთი და ცეკვა. უფრო რა თქმა უნდა მიყვარს ფეხბურთი. უკვე 3 თვეა ვთამაშობ საფეხბურთო კლუბ ჩაქვში. ადრე ვთამაშობდი მახინჯაურის კლუბში, ახლა კი გადავედი ჩაქვში. იმიტომ რომ აქ უფრო ბევრი ნაცნობი და მეგობარი მყავს. მე ვარ ცენტრალური თავდამსხმელი. მოედანზე ჩემი თავარი მოვალეობა ასისტების გაკეთება. ისე რა თქმა უნდა მიყვარს გოლებიც გატანაც. ჩემს კარიერაში გატანილი მაქვს 58 გოლი. 1 გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. მეკარენბურთი გადმოვაგდო, პასი მომცეს და მაკრატელა გავიტანე. მე თვითონაც არ ვერვდი, ისე სულ მინდა და მაკრატელა გამეტანე. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისება მგონია დრიბლინგი. გამოსასწორებელი მაქვს ზუსტი პასი. ჩაქვში ჩემი მწვრთნელი არის ლუკა ზოიძე. ის არის ძალიან კეთილი, ხალისიანი, ცოტა მკაცრიც, ასევე თავისი საქმე ძალიან უყვარს. რაც მთავარია, უყვარს ბავშვები და ფეხბურთი. მახინჯაუში რო ვთამაშობდი 4-ჯერ მქონდა ტურნირი და ყველაზე კარგად დამახსოვრდა მესამე ტურნირი. იმიტომ რომ მესამე ადგილზე გავედით და ძალიან გაგვიხარდა. შევეცადეთ და ჩვენი მონდომებით გავიმარჯვეთ. იმ თამაშში გავაკეთე 2 ასისტი, 1 გოლი გავიტანე და ვიყავი ერთ-ერთი საუკეთესო. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია მესი და საყვარელი გუნდია ბარსელონა. ჩემი საფეხბურთო კარიერა ასე წარმომიდგენია. თამაში დავიწყებ დინამო ბათუმში, შემდეგ გადავალ Paris Saint-Germainში, შემდეგ გადავალ Manchester City-ში და ბოლოს ბარსელონაში. მე ვაპირებ ფეხბურთი ვითამაშო 40 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ გავხდები ბიზნესმენი. ჩემი ბიზნესის სფერო იქნება სასტუმროები. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ ძალიან კარგი მასწავლებლები და კეთილი მასწავლებლები არიან. ასევე ჩემი კლასელებიც ძალიან კარგები და კეთილები არიან. ჩემი საყვარელი საგანი არის სპორტი. საყვარელი მასწავლებელი არის რუსუდან დიასამის. ის არის ყველაზე ლამაზი, მხიარული და გვიტარებს საინტერესო გაკვეთილებს. რომ გავიზრდები გადაწყვეტილი მაქვს გამოვიდე ფეხბურთზე. თუ ფეხბურთელი ვერ გამოვა, შევქმნი ბავშვთა საფეხბურთო კლუბს. ამ სკოლას დავარქმევ ლექსოს აკადემია. ცეკვა ახლაც ძალიან მიყვარს და 3 წელიწად ვეკავდი ანსამბლ ჩაქურაში. სამწუხაროდ ფეხბურთისთვის დრო აღმოჩნდა და ამიტომაც გამოვედი. ჩემი საყვარელი ცეკვა არის მთიულური. საყვარელი ილეთია მუხზე ტრიალი. ჩაქურაში მქონდა ბევრი კონცერტი და ერთხელ გასტროლებზე ვიყავი თურქეთში. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ესპანეთში. ახლა მინდა ვიყო 20 წლის, რადგან უკვე ვითამაშებ საქართველოს ნაკრებში. ნაკრებში ჩემი ნომერი იქნება 10. სახლში ვცხოვრობთ მე, დედიკო, მამიკო, ჩემი და ჩემი ძმა, 2 ძმა მყავს, კიდე რძალი და ძმისშვილი. კიდე მინდა მყავდეს 1 და 1 ძმა. მამიკო არის ძალიან სიმპათიური, ასევე მშრომელი, კეთილი, ხალისიანი, ზოგჯერ ბრაზიანიც არის. ბრაზიანი კი არა, ზოგჯერ კაცია, მაგრამ სამართლიანი. მას ძალიან უყვარს ჩემი დედიკო. ასე იმიტომ მგონია, რომ მას ჩუქნის საჩუქრებს ესიყვარება და კარგ სიტყვებს ეუბნება. დედიკო არის ლამაზი, მზრუნველი, სამართლიანი, საყვარელი და ასე შემდეგ. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ფლამუში. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს ხინკალს. ამ ეტაპზე შეყვარებული იმიტომ არ მყავს, რომ ჩემი შესაფერში გოგო არ გამომჩნდა. მერე გოგო მომეძნოს უნდა იყოს დილობიანი, ლამაზი და ასევე მხიარული. ჩემი აზრით, როცა ცოლს მოვიყვან, ვიქნები 22 წლის. შვილებს დავარქმევ კირას და ლუკას. ჩემს ცოლს დავარქმევ ელენეს. მიყვარს მულტფილმების ყურება და ჩემი საყვარელი მულტფილმია ტომი და ჯერი. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი სოფელზე და ქალაქზე. ეს წიგნი იქნებოდა როგორ მუშაობენ ქალაქში და როგორ მუშაობენ სოფელში. საქართველო იმიტომ მიყვარს, რომ ქართველი ხალხი ვართ, მშრომელები, ხალისიანები, კეთილები და სხვა მრავალი. და კიდე იმიტომ, რომ გვაქვს დიდი კულტურა და დიდი ტრადიცია. ჩემი ოცნებაა მესისთან ერთად თამაში. ოცნების საჩუქარია ბარსელონამ რომაჩუკოს თავისი მაღაზია. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავაცოცხლებდი ნანული ბებიას და ადამიანები გახდებოდნენ უკვდავები. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ვისთან ერთად ვიცხოვრებდი უკაცრიელ კუნძულზე? მე უკაცრიელ კუნძულზე ვიცხოვრებდი დედასთან ერთად. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას. რომელი სუპერძალა უნდა რომ მქონდეს? მე მაგალითად მინდა მქონდეს სისწრაფის სუპერძალა. ბედნიერება არის ფეხბურთის თამაში, მესის გაცნობა და კარგი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.